კარგად უცხარი. არას ფიქრობს იცი და შენ რო აღარ მეყოლები, მე ესე რომ წამიყვანე ჩამაბარებენო და მე ჩემი ბინა რომ მქონდესო. თხოვე რომ მაგული მე რო აღარ ვიქნები. სოფიკოს პენსიით მოუყვანი მოვლენი ან ვიღაცა რომ არ ვიცი ახლა რომ მიხედონ მეთქი. ეს სოფიო, ის 35 წლისაა. ის მთელი ცხოვრება ინვალიდის ეტლსაა მიჯაჭვული. ვერ ხვდება რა ხდება მის გარშემო, დღეა თუ ღამეა. არ იცის როგორ ჟღერს მისი ხმა. ვერ ამბობს სადაც ტკივა, მაგრამ მას ტკივა ყოველთვის. ფეხის ტერფები მთლიანად მოხრილი აქვს. 3 ოპერაცია გაიკეთა, თუმცა არ უშველა. მისთვის სკამზე ჯდომაც კი წამებაა. ყოველი მოძრაობა ტანჯვაა, ტკივილია. სოფიო უბრალოდ ზის და უმისამართოდ იყურება. მასთან ახლოს მხოლოდ ერთი ადამიანია, რომელსაც მისი სიტყვების გარეშეც კი ესმის. ეს დედამისია. თამარი 69 წლისაა. 2 გული შეტევა, ოპერაცია, ტკივილი. ისინი სასწაულს არ ითხოვენ. ისინი მხოლოდ ინვალიდის ეტლს, ტკივილ გამაყუჩებრებს, ტელეფონს და ახალ კარს ითხოვენ, რომ მათ პატარა ოთახში სიცივი არ შემოვიდეს. ჩვენ ვერ განკურნავთ სოფიოს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მისი ტკივილი სულ ცოტა მაინც შევამციროთ და მისი ცხოვრება ცოტათი უფრო ადამიანური გავხადოთ. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.